დედაჩემი იყო 9 თვის ორსული, როდესაც აფხაზეთიდან ჩამოვიდა. მე რამდენიმე კვირაში გავჩდი. შესაბამისად, ჩემთვის აფხაზეთი არის ოცნება სახლზე, რომელიც არასდროს მინახავს და რომელშიც არასდროს არ ვყოფილვარ. ერთხელაც, როდესაც ბებია ჩემს ამოეწურა, ზღაპრები, რომელსაც მიკითხავდა ძილის წინ, გადაწყვიტა, რომ მოეყოლა ამბები აფხაზეთზე. ამბებს ყვებოდა თავის ბავშვობაზე, აფხაზ მეგობრებზე, თავის მოგონებებს და ეს იმდენად სახალისო და საინტერესო იყო, რომ ნელ-ნელა ვაქციეთ ტრადიციად. და შესაბამისად, ჩემთვის აფხაზეთი არის ბავშვობის მოგონება, ფერადი დღეები, ის პერიოდი, როდესაც მე და ბებია ერთად ვატარებდით და ამიტომ ყველაზე ძვირფასი არის ეს მოგონება და ყველაზე ღრმა გულის კუნჭულში ვინახავ. და ამით ვაფერადებდით ალბათ ჩვენ 90-იანებს და იმ დევნილობის წლებს, რომლებიც ძალიან რუხი და ნაცრისფერი იყო. ქონებ დროთა განმავლობაში ალბათ ეს ტკივილი, წყენა, ყველაფერი რაც დააგროვა ამ კონფლიქტმა, თანდათან განილდება უფრო შემდეგ თაობებში და ეს მოგცემს საშუალებას დავსწრდეთ ერთ მაგიდასთან და ჯანსაღი კომუნიკაცია გქონდეს. ვინაიდან ამ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა სავარაუდოდ არის კომუნიკაცია და მშვიდობიანი გადაწყვეტა მისი. აფხაზეთი საქართველოა და მე იმეც ვიტოვებ და მთელი გულით მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად კიდევ ერთხელ შევძლებთ დავიწყოთ ხელახლა ცარიელი ფურცლიდან, ისევ ვიმეგობროთ, ისევ შექმნათ გარემო, სადაც ვიქნებით თანასწორ უფლებიანებით, სადაც შევძლებთ გქონდეს მშვიდობიანი გარემო, გვიყვარდეს ერთმანეთი და პატივს ვცემდეთ.